ნიუ-იორკში მუსლიმი დემოკრატი მერის არჩევის შემდეგ ისრაელიდან მკაფიო გაფრთხილება გაისმა. ისრაელის დიასპორისა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში მინისტრმა ნიუ-იორკში მცხოვრებ ებრაელებს მეგაპოლისის დატოვებისკენ მოუწოდა. ოფიციალური თელ-ავივი მიზეზად ახალი მერის პროპალესტინურ შეხედულებებს ასახელებს, რომელიც ისრაელის მოქმედ ხელისუფლებას აპარტეიდის რეჟიმს ღაზის სექტორში მიმდინარე ომს კი გენოციდს უწოდებს. ქალაქმა, რომელიც ოდესღაც საყოველთაო თავისუფლების სიმბოლო იყო, გასაღები ჰამასის მხარდამჭერს გადასცა, რომლის პოზიციაც არც ისე დიდად განსხვავდება ფანატიკოსი ჯიჰადისტების შეხედულებისაგან, რომლებმაც 25 წლის წინ ნიუ-იორკში 3000-მდე ადამიანი დახოცეს. ნიუ-იორკი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ის ყველას ახსოვს, განსაკუთრებით ებრაელებისათვის, ამიტომ ისინი ისრაელის მიწაზე უნდა დაბრუნდნენ. ნიუ-იორკი უბსკრულში ისევე იჩეხება, როგორც ლონდონი. ანტისემიტიზმმა საღაზრს აჯობა. მამდანი ჰამასის მხარდამჭერი, ისრაელის მტერი და ცნობილი ანტისემიტია. მამდანის გამარჯვებით გამოწვეული სიხარული არც თეთრი სახლის ლიდერს გაუზიარებია. მაშინ, როდესაც ახალგაზრდა მერი ნიუ-იორკის მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებასა და ტრამპთან მოლაპარაკების სურვილზე საუბრობს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დუმილს ირჩევს და ოპონენტისთვის მილოცვას ამ დრომდე გვერდს უვლის. ჩვენ უნდა განვიხილოთ გზები, თუ როგორ შეიძლება ერთად მუშაობა ნიუ-იორკელებისთვის. იქნება ეს ფასების შესახებ მისი საარჩევნო დაპირებების შესრულება თუ ის მრავალი საკითხი, რომელსაც ნიუ-იორკელები ჩემთან ერთად იზიარებდნენ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ვაშინგტონში მიღებული კანონმდებლობის მკვეთრ გავლენასთან დაკავშირებით, რაც მათთვის და მათი ცხოვრებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. არჩევანი კომუნიზმსა და საღაზრს შორის, ასე აყენებს საკითხს თეთრი სახლის ლიდერი. ნიუ-იორკში სუვერენიტეტის დაკარგვაზე საუბრობს და მეგაპოლისის მცხოვრებლებს კომუნისტური წყობილების თავიდან არიდება სპირდება. ნიუ-იორკში ცოტა სუვერენიტეტი დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ მივხედავთ, ნუ ღელავთ ამაზე. ამერიკელების წინაშე არსებული არჩევანი ნათელია. ჩვენ არჩევანი გვაქვს კომუნიზმსა და საღაზრს შორის. ვიდრე თეთრ სახლში ვარ, შეერთებული შტატები არავითარ შემთხვევაში არ გახდება კომუნისტური. ჩვენ შევაჩერებთ ამ სისულელეს. ნიუ-იორკში 1,5 მილიონი ისრაელელი ცხოვრობს. ახალი მერის კრიტიკული განცხადებების ფონზე კი სავარაუდოდ ოფიციალურ თელ-ავივს ღელვის საფუძველი აქვს. ნიუ-იორკის არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო და რესპუბლიკელების კანდიდატი კურტის სლევა დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა. 1892 წლის შემდეგ მამდანი ნიუ-იორკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და აფრიკაში დაბადებული პირველი მუსლიმი მერი გახდა.